საპროტესტო დღის წესრიგში არის სიახლე, დღეიდან უკვე საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ყოველდღიური აქციები. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო საზოგადოებამ, მათ შორის პროტესტის ყოველდღიურმა მონაწილეებმა, რომ ამჯერად დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამიტომ ყველაზე რელევანტური და ადეკვატური გადაწყვეტილება მათი თქმით იქნება ის, რომ გადაინაცვლონ დროებით საკრებულოსთან და როდესაც ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, შემდგომ უკვე დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს და ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან გააგრძელონ პროტესტი, რაც შეეხება შაბათების მარშის გეგმას. შაბათის მარშის გეგმა არის უცვლელი, ის ყოველ მიზეზ გარეშე გაიმართება ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც საზოგადოება გადაწყვეტს. გუშინ ჩვენთან საუბრისას დედაქალაქის მთავარ გამზირზე მარშის დროს სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას აგიჟებს, აღიზიანებს პროტესტი, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს და ეს სწორედ იმის გამოძახილია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არის ჩამოშლის პირას. ამავე თემაზე საუბრობენ სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ნარატივი არის უცვლელი, ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის ყველაფერი არის იმის შიშის დემონსტრირება, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, დაიწყეს ხელსახოცის სროლის გამო ადამიანების დაკავებით, გადავიდნენ ტროტუარზე დგომის გამო ხალხის იზოლატორში გაშვებაზე და შემდგომ ახლა უკვე რუსული მეთოდებით მათივე ციტირება, რომ მოვახდინოთ, მხოლოდ ბანერის ჭერის გამო ადამიანებს უმიზეზოდ უშვებენ იზოლატორებში. ქართულმა ოცნებამ იმ ძალამ, რომელსაც ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, მათ ძალიან კარგად იციან რა ძალა დგას ამ ადამიანების უკან, რომლებიც ახლა ყოველდღიურად აპროტესტებენ ამ ოკუპაციას. ზუსტად იციან და იმიტომაც არიან ესეთი გამწარებულები და იმიტომაც არიან ესეთი სასტიკები, რომ გონიათ, რომ ამით ჩაახშობენ იმ პროტესტს, რომელიც არსებობს ქვეყანაში, გაღარიბებული ქვეყანაა, ჩვენ უშუალებელ დიდ იმპერიას ვებრძვით და ეს არ არის ადვილი, ეს არ არის აი სწრაფად გასაკეთებელი, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საქართველოს ვერ არსოდეს დაუმარცხებია იმპერიას. რთულად, მაგრამ აუცილებლად მივახცევთ გამარჯვებას. ეს არალეგიტიმურ მთავრობას ფაქტია, რომ ეს პროტესტი ძალიან აგიჟებს და აღიზიანებს, დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი კიდევ უფრო მოიმატებს, ან გრევით და დაშლით ესენი ამ ხალხს ვერ გააჩერებენ, თუ უფრო მეტად არიფეთქებს ხალხი და მეტად უარეს შედეგს მიიღებენ, ფაქტია, იმიტომ რომ ყველას აქვს პროტესტის შეგრძნება უკვე მომხრეს და არა მომხრეს. ეგრეთ წოდებულ მთავრობის აქცელი იმას ნიშნავს, რომ ძალიან უსუსურია. ძალა არ აქვს, ყველას ხო ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ ვიცით, რომ გადავრჩებით, ცოტა რთულად, მაგრამ გადავრჩებით. ვისაც ძინავს, ისიც იღვიძებს. ერთ მშვენიერ დღეს ეს ხალხი ძალიან გაბრაზებული გამოაგარეთ და იცის ეს ბიძინა ივანიშვილმა და ცდილობს რამენაირად რაც შეიძლება მეტი წნეხი წამოვიდეს მაგრამ ის იცის რომ ვერაფერსაც ვერ გახდენ. დღეს უკვე საკრებულოსთან შეიკრიბება საზოგადოება, ამიტომ ეს ადამიანები ყოველდღიური მარშისა და აქციის მონაწილეები ემზადებიან ახალ ლოკაციაზე შეკრებისათვის. მანამდე კი ამბობენ, რომ მართალია ივანიშვილის გუნდი არის გაღიზიანებული და ყველაფრით ახდენს ამ შიშების დემონსტრირებას, თუმცა ეს არ მოქმედებს არანაირად საზოგადოებაზე და თუ მოქმედებს პირიქით. რაც მეტ წინააღმდეგობას უწევს ქართული ოცნება მათ და რაც უფრო მეტ რეპრესიულ კანონს იღებს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას იღებს საპროტესტო საზოგადოების მხრიდანაც, ამიტომაც დღეს ბევრ ადამიანს ეხილავს ქართული ოცნება თავისუფლების მოედანზე და გვიანოსებენ იმასაც, რომ ექნებათ მათ შორის სოლიდარობის ნიშნად გამოტანილი ბანერები და ასევე სოლიდარობას გამოუცხადებენ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაპატიმრებულ ვახოსანაიას და გიორგი ახობაძესაც.